მიფრინავს რაღაცა. რა არის? ხო არ გადა, ვერ წავს ჩაწია. Excuse me. The crash came when the cash came. Spend it before you get it like those rookies all on draft day. Hey, როგორ ხარ? ესე იგი დღეს ვიღებთ ძალიან მაგარ ფოტოს, ძალიან მაგარი იდეა დაგვიბადა. ამ ფოტოს გადასაღებად გვჭირდება სპეციფიკური ადგილი, რომელიც შევარჩიეთ და ეს არის ქსნის ციხე. არ ვართ ნამყოფები და არ ვიცით რა დაგვხდება. პირველად მივდივართ ამ ლოკაციაზე. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ იდეას, დღეს ვაპირებთ რომ დრონზე დავამაგროთ განათება, ციხის თავზე ავუშვათ, ავაფრინოთ და გრძელი ექსპოზიციით გადავიღოთ სურათები. მეტი საინტერესო ვიდეოსთვის გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, დააკომენტარეთ ამ ვიდეოს ქვეშ თუ როგორ მოგეწონებათ ეს ვიდეო და ეხლა მე და დავითი გავულით ბადრის, ასე რომ წავედით. გამოგვიწერეთ. პლეჩი. გატყუარა. აი იქ ვერანაირად ვერ ცახვალ რომც მოინდომო მანქანით. აქედან უეჭველი ფეხით უნდა. აქ იმიტომ გავჩერდით რომ იქით ფიზიკურად ვერ გადავიდოდით მანქანით, რაღაც მონაკვეთზე მე გრძელდება იქით ჩვეულებრივ გზა, თუმცა ჩამოშლილი არის. ავიღებთ აპარატურას, ფეხით წავალთ ზემოთ ციხისკენ. აკოფეიდა დავაპასტი. ახლა ანუ როგორ არის ჩახერგილი აქ ფიზიკურად მანქანით ვერ გადმოხვდათ. ბევრი კაი ადგილია და აი დაბლა ძალიან კაი ადგილია. რაც ფართო კუთხიანი ლინზით თან იდეალური დროა. ეხლა არის 7:11 წუთი. ზე უკვე ჩადის. აქ წდება საერთოდ სამანქანო გზა. მოგეთ ეს ამ ცდარი მოსახვევი, მგონი სულ 5 ფილმია ეს მე-6-ია. გაიჩნდება ეგეთი წარმოიდგინე. უგაცრავად ქუჩის ფოტოგრაფია. მაგრად გაასწორებდა აი კლდეების ფონზე. ამე კარგი მოდელის გადაღება. ამე წითელ კაბაში, წითელი, იმიტომ რომ კონტრასტული იქნება ამ ფერთან. ქონდა გეგმაში რომ მოდელიც უნდა წამოგვიყვანა, მაგრამ ნუ რაღაცები შეიცვალა, ზოგჯერ ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა. იდეაში მთავარი მიზანი ვიდეოსი რაც არის, საბოლოოდ გონია რომ გადავიდოთ რაღაც რა. აქედან უკვე ვიწროვდება უფრო გზა. იდაპირ აი ესე ნაპირზე მიდიხარ. ხვიერი ნიადაგია. შეიძლება უცბად ჩამოიშალოს, რა თან ქვაღორღიანია და შეიძლება მოწყდეს. რაღაცა ანუ ინფორმაცია მოვიძიეთ ამ ადგილის შესახებ. ისე არ მოსულვართ. ვიზუალურადაც მაპზე ვნახეთ, ფოტო-ვიდეო მასალებიც იყო სოციალურ ქსელში ვნახეთ ასე თუ ისე. ჩვენ იდეაში მოგვიწევს გვიან გადაღება ღამით. ეხა ასვლით მარტივად ავდივართ ასე თუ ისე, მაგრამ ჩამოსვლა რა იქნება? არ ვიცი. დრონი უნდა ავაწყოთ, იმიტომ რომ სანამ ჩავა, გადასაფარ კადრებს ავიღოთ. Home point updated. გზის ჩასulis კადრები გვინდოდა, თან დროინდაც გვინდოდა აგვეღო გადაფარვის კადრები. ამასობაში ისე მოხდა, რომ ძალიან დაგვიღამდა. დრონზე უნდა დავამაგროთ განათება. ციხის საპირისპირო მხარეს გადავდივართ ახლა. შტატივზე დავაყენებთ კამერას და გადავიღებთ კადრებს. შტატივი ავაწყეთ. ეხლა დრონს ამოვიღებთ, გავამზადებთ და განათებას დავამაგრებთ ზედ. გადავიღებთ იმ სურათს, რისთვისაც ამდენი ხანი ვიხწვით. გადაობა დაგვემართა ეხლა. დრონი ხო უნდა ჩავართო და ქვეში და აღღილაკე. ეს რა გავუკეთე. When I get in, I take a shower, read a book and feel empowered. Smoking on that sour got me counting down the hours. დავამზადეთ დრონი, ცოტა ნიავია და არ ვიცით რამ ხელათი. რა არის? ხო არ გადა, ვერ წავს ჩაწია. აუ, ხადა, პირველად ხედავ.
დიაფრაგმას ხურავთ დაახლოებით 8-ზე ან 9-ზე, იმიტომ რომ ფოკუსში გქონდეს ყველა დეტალი, ხოლო შათერს წევთ რაც შეიძლება შეგვიძლია 30 წამზე, შეგვიძლია 25-ზე, შეგვიძლია ბლაბზეც დავაყენოთ. დიდი ხანი უფრო თუ დაგჭირდება გადაღება სურათის და განათებებით დახატო დიდი ხანი თუ დაგჭირდება, დროში შეზღუდულები არ ვიყო. ჩემ შემთხვევაში 30 წამზე მეტენა სრულიად საკმარისი იყო. ეხა 25 წამზე დავაყენებ, იმიტომ რომ ქვედა ნაწილი უნდა გადავიყო. ISO-ს ვასწორებთ კიდე სურათის მიხედვით, რაც შეიძლება დაბალზე უნდა გქონდეს, რომ შუმი არ გქონდეს და შესაბამისად ვასწორებთ ISO-ს თუ როგორ მოითხოვს გადაღებული სურათი. ჩვენ შემთხვევაში 320-ზე გვიყენია ამ ეტაპზე. ვიწყებთ ფრენას. შევხედოთ კადრში როგორ გვიჩანს. მოკლედ იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვიდგენაში ჰქონდა. ერთადერთი პრობლემას ამ ეტაპზე ჩვენთვის წარმოადგენს, რომ დრონი გვაქვს ძალიან პატარა და ბატარეის სიმცირის გამო დაგვიჯდა ბატარეა პირველი, იმიტომ რომ წონა რო უკვე შეიცვალა, პატარა დრონი არის და მატორებს უფრო დიდი სიძლიერით დასჭირდა ტრიალი და ძალიან მალე დაჯდა იმაზე მალე ვიდრე ჯდება ხოლმე. ტესტი მეორე გაშვება. აბა წავედით. Home point updated. Unfold and be a masterpiece at half of all our faculties. We actually dope, you just don't know that half of we. We actually dope, you just don't know that half of we. Critically low battery warning. სამწუხაროდ ცოტა ერთგვარი შეპესავით და გვემართა. იქიდან გამომდინარე რომ განათება გვემაგრა დრონზე, აი ეს ადგილები არის გასაგრილებელი ვენტილაციისთვის, იმისთვის რომ ბატარეა გადახურებისგან დაიწვა. სამწუხაროდ აქ რომ მიფარებული ქონდა, ვერ გააგრილა ბატარეა და ეს ბატარეაც მოკვდა, იმიტომ რომ გაბერილია სასტიკად. ამისა რომ არ ვიცი, ხდება ეგეთი რაღაცეები, რისკის ფაქტორები ყოველთვის არის ხოლმე. ჩამოვეთ ახლა იმ ადგილას, სადაც მანქანა გვეყენა, ყველაფერი მწყობშია. გადავიღეთ სურათები, რაც გვინდოდა და ჩანაფიქრი რაც ჰქონდა, მაგრამ იყო ხელი შემშლელი ფაქტორები, როგორიც არის ქარი მაგალითად, ამას დაემატა პლუს ის, რომ ბატარეა გაცხელდა, გაიბერა და ფაქტობრივად მოგვიკვდა შუა გადაღების პროცესში. ფოტოები, რაც გადავიღეთ, კმაყოფილოა. აი, წავედით რა. ის გაიქტორეს. დაგიბრუნდით, ძალიან მაგარი გადაღება ქონდა გუშინ, ძალიან მაგარი დრო გავატარეთ. პატარ-პატარა თავგადასავლებიც იყო. პრობლემები, რომელიც შეგვექმნა გადაღების პროცესში, თუმცა მაგის მეუხედავად თავი მაინც გავართვით და გადავიღეთ ძალიან მაგარი სურათები. მოდი ახლა უშუალოდ სურათებზე გადავიდეთ. ეს არის პირველი სურათი. ამ ფოტოსთვის ლოკაციაზე რომ მივედით, შევარჩიეთ გადაღების კუთხე და იდეა მდგომარეობდა შემდეგში, რომ დრონზე უნდა დაგვემაგრებინა განათება და ვერტიკალური მიმართულებით კოშკის თავზე აგვეშვა. ფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ფოტო გამოვიდა. ხოლო რაც შეეხება მეორე ფოტოს, ესეც ანალოგიურია პირველის მსგავსია, თუმცა აქ უკვე ორი მიმართულებით გვაქვს დრონი. იქიდან გამომდინარე, რომ დრონის ელემენტი გაგვიფუჭა, ფიზიკურად ვეღარ შევძელით, რომ დრონი კიდევ რამდენჯერმე აგვეშვა და გადაგვიღო რამდენიმე ფოტო, თუმცა იდეის დონეზე ეს ფოტო გადავიღეთ. გვინდოდა რაღაც ჰარი პოტერის სამყარო შეგვექმნა ფილმის მსგავსად და ვფიქრობ, რომ კარგი სურათია, თუმცა ტექნიკური კუთხით შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო დრო რომ ქონოდა და პლუს ეს პრობლემები რომ არ შეგვიძლია. საბოლოო ჯამში ძალიან კარგი სურათები გამოვიდა, ისეთი არის განხორციელებაც გვინდოდა შედგა. ბევრი საინტერესო თავგადასავალიც გადახვდა, დღემ ძალიან მაგრად ჩაიარა. ამიტომ მსგავსი საინტერესო ვიდეოებისთვის არ დაგავიწყდეს რომ გამოიწერო არხი, მოიწონო ვიდეო და დააკომენტარე კიდე რის გადაღებას ისრული. ასე რომ გახსოვდეს ყოველთვის რომ გადაიღე რაც შეიძლება მეტი ფოტო. აბა დროებით. Take a seat and excuse me. The crash came when the cash came. Spend it before you get it like those rookies all on draft day. აი ადვოკატი ეკრანი რო ტრიალებს. თავს მაინც გაისწორა. ორ შემთხვევაში მე არ მანქანა ხო ჩაუკეტე. საკეთეთ ბიჭო. ესაც ეს ცივილიზაციაში დაბრუნება მოახერხეთ. Edit.